მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს იწყებს ანტიკორუფციული ბიურო. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, მონიტორინგის მიზანია დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. კანონმდებლობის მიხედვით თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი ვალდებულება დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირის და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება. განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება თუ რა მიზეზით არა ისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ელჩთან. მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს. ანტიკორუფციული ბიურო აგრძელებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მუდმივ მონიტორინგს, რაც გულისხმობს შემოწირულობების კანონიერების შეფასებას. ამ კონტექსტში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებული შემოწირულობებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით, ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.